ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქალბატონებო და ბატონებო, შვიდობა თქვენ და განვგრძობთ გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბატონი გიგლა გობეჩია, მრავალმხრივი მოღვაწე, პიროვნება, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, სამართალმცოდნე, განათლების მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პარაფსიქოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, არაერთი უნივერსიტეტის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი, მათ შორის სტასუს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევროპა, ტექნიკური ქვია, ახლა ტექნიკური უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ეს არის არაერთი გაზეთის სოლიდური გამოცემის მთავარი რედაქტორი, ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ახალგაზრდა ივერიელის მესამე თვალის ფენომენის არაჩვეულებრივად პოპულარული გამოცემისა და სხვა. 1998 წელს მიენიჭა ღირსების მედალი, აგრეთვე არის ჟურნალისტური ჯილდოების, ოქროს კალამის, ოქროს ფრთის ლაურეატი. ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, ერთი გადაცემა არ ეყოფა, ამიტომ რაც ყველაზე მთავარი მგონია, მე პირადად კი არ მგონია, ზუსტად ვიცი, ის არის უღალატო პიროვნება, ერთგული მეგობარი და საიმედო მამულიშვილი. ამით იწყება პიროვნება და ამასთან ერთად თავდება ჯვარი აკავრობას თუ ეს არა აქვს. ამიტომ მე პირადად ყველაზე დიდ ფასეულობად ეს მგონია. ჩემო გიგლა, მოგესალმებით და წინასწარ გიხდი დიდ მადლობას გადაცემაში მონაწილეობისა და მოწვევისთვის, პატივია ჩემთვის ვიყო შენი სტუმარი. ულმესი მადლობა. ჩემო გიგლა, მეც გამიკვირდა, რომ დავფიქრდი, რომ პირველი აღკომელი ხარ ჩემს გადაცემაში. იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად იცი ჩვენი თაობის და პირადად ჩემს ცხოვრებაში ეს გამოცემა უხერხული სახელწოდების მიუხედავად ამ გადასახედიდან, როგორი ძვირფასია, რაოდენ ძვირფასია და ჩემს თაობაში მე საკმაოდ უფროსი წინა თაობა ვარ თქვენი, ხარისხის ნიშანს ნიშნავდა. ჟურნალისტიკაში აღკომელობა ავტომატურად გულისხმობდა ხარისხის ნიშანს. თქვენთვის რას ნიშნავს აღკომი და აღკომელობა? ჩემთვისაც ხარისხია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხარისხი. მე მქონდა არჩევანი, როცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დაამთავრა 1991 წელს, მქონდა არჩევანი, ამ დროსაც ვიყავი შაქენ ფორუმში, ან განაწილების დახვეწით მაშინდელი პირობები როგორ იყო? საკმაოდ პრესტიჟული იყო. რა თქმა უნდა, კაცო, არაპრესტიჟული მაშინ რომელი გამოცემა იყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცი, აღკომი, რატო აღკომი? აღკომი იმიტომ, რომ მე აღკომზე ვარ გაზრდილი. აღკომის ფურცლებით ვიზრდებოდი თავის დროზე, 70-იანი წლები, აი რაც თვალი გავახილე და სკოლა დავამთავრე, ან სკოლის პერიოდი რაღაცა. იმიტომ რომ აღკომი იყო ის გაზეთი, რომელიც მე საკმაოდ სერიოზულად სულიერ საზრდოობს და იქაური პუბლიცისტები მაძლევდნენ, რომ გავიხსენოთ, ჩემზე უკეთესი თქვენი გრძელდებოდით, ჩემზე წინამორბედი თაობა ხართ. პუბლიცისტიკის კლასიკოსები, ნარგიზ ამგელაძიდან დაწყებული და ლაშა გახარია და მიშა კაკაბაძე, თამაზ ბიბილური ბატონეთ, ვაშაძე თეონა, თიურა ვაშაძე უკაცრავად, შემდეგ რობერტ ზერია და სხვები თქვენი ყველა ანუ ის თაობა ნანაღვინე ფაძე, ეთერსახვაძე, ღმერთო ჩამოთვლა ძალიან უხერხულია. ჩამოთვლა თქმა უნდა, არმასანებლიძე იყო ჩემი პირველი რედაქტორი. ხო და აგაშენა თქმა უნდა, ანუ იმ პუბლიკაციებით ვიზრდებოდი ბუნებრივია და რომ მოვედი ჩემთვის აი არჩევანის საარჩევნოდაც კი არ დამეყენებია ჩემთვის საკითხი, რა თქმა უნდა, რა არის აღკომი ჩემთვის? მე მოვედი 80-იანი წლების აღკომში და ვჩები იმ თაობის აღკომელად ბუნებრივია სხვა
აჩემს მეგობრებთან ერთად და ჩვენ გადაჭარბებაში ალბათ არ ჩამოვიდეთ თუ ვთქვათ რომ ჩვენ 70 წლების აღკომელების აი საუკეთესო ფრთის საუკეთესო ნაწილის პუბლიცისტური აზროვნება და ის თამასა არ ჩამოგვიწევი აუწიეთ ზემოთ მე მგონი ზემოთაც აუწიეთ და ხო მე უკვე 90-იან წლებში იცით რა პროცესები განვითარდა ქვეყანაში და ჩვენ დავჭისე ჩემთვის რას ნიშნავს მე ვრჩები მარადიულ აღკომელად ისე რომ ეჭვიანება რომ თქვენ ჩემი მარადიულ რა თქმა უნდა წარსულ როგორ შეიძლება საკუთარ წარსულ საკუთარ პუბლიცისტურ შემოქმედებას წარსული დავარქვათ იყო წარსულში მაგრამ ჩვენ მართლები ვიყავით მაშინ პირველ რიგში საკუთარ თავთან სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ქართულ სახელმწიფოსთან ვიყავით მართლები და იქ ახლა მე რა თქმა უნდა იდეოლოგიურ მდგენელს ნაწილობრივ გამოვრიცხავ მაგრამ ამ ყბადაღებულმა დემოკრატიამაც თქვათ სახე გამოაჩინა სახე აიხადა იგაბი ჩამოიხვდა ხო რა თქმა უნდა ამიტომ თუ ჟურნალისტიკას და ნებისმიერ სახელმწიფოს გადარჩენა უწერია სწორედ კარგი პუბლიცისტებით მეოთხე ხელისუფლების ძალისხმევით მეოთხე ხელისუფლებამ აპატიოდა რეპორტიორების გადასარჩენი და ისა წარმოსადგენი არ არის რეპორტიორი მე არავის საშუალო წყობას არ ვაყენებ რა თქმა უნდა მაგრამ ესენი არიან ჰემინგუეი იყო რეპორტიორი ასე დაიწყო მაგრამ ჰემინგუეი სადავიდა მე ის არის საწყისი ნაბიჯი მე უნდა განვითარდე ხო და რეპორტინგში ცუდი და მეუღებელია თქმა უნდა რომ მას თავისი დრო და ვადა აქვს მერე მოდის ასეთიც მერე მოდის დაღვინება მერე მოდის პუბლიცისტიკა და მერე მოდის ქვეყნის და საზოგადოების უმთავრესი პრობლემების მსახურება აი რამდენად მართალი ხარ და რამდენად კალამი ხარ აი თქვა რამდენად ყინულმჭრელი კალამის პატრონი ხარ ამაზეა ყველაფერი დამოკიდებულია მე ბედნიერი ვარ რომ ვკითხულობდი და ვიზრდებოდი აი სწორედ ასეთი ყინულმჭრელების ვინც დავასახელე ჩემი უფროსი მეგობრები და მარადიული კოლეგები და ასევე ჩვენი თაობა და შემდგომი თაობა და დღემდე ვცდილობ რომ დურბინით არაშორი დამზერის არამედ ახლო დამზერის დურბინით დავაკვირდე იმათ ვინც მოდის ახალგაზრდობაში და ამაში ჩემი პედაგოგიური სალექციო მოღვაწეობაც მაძლევს შანსს კი ბატონო ასე რომ აღკომი რჩება ჩემთვის მუდმივ შუქურად წერტილად და იმჟამინდელი აღკომის სპათაშორის აი ერთ ნატურას გაგიმხელ მე რა ვიცი მე ეჭვს არ მეპარებ რომ დამჭერ აი უნდა გაკეთდეს 70-იანი 80-იანი წლების აღკომელთა პუბლიცისტური ნაწარმოებების კრებული ეს იქნება სასწავლო ქრესტომატიული ნიმუში ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სადაც ისწავლება ანალიტიკური ჟურნალისტიკა აი ეს ერთ-ერთი ოცნებაა ჩემი და სხვაშორის დიდი ძალისხმევა მომსარ უნდა ფინანსური მხარდაჭერა და შერჩევა ფინანსური მხარდაჭერა სხვა პრობლემა არ არის იცით აი დრო რომ მედინია და რაღაცები რომ გვიანდება ამაზეც უნდა დავფიქრდეთ ალბათ ახლა ყველაზე უფრო მტკივნეულ თემას მინდა მივუბრუნდე ჩემო გეგლა ყველაფრის მიუხედავად იმისა რომ მინ ძალიან მკაცრი კი დათბობის პერიოდის ჟურნალისტი ვიყავი მე და ამან ძალიან გამიხსნა ხელფეხი ჩემი თაობა თუმცა ჩემი წინა თაობა ამის მიუხედავადაც ახლა მიშა კაკაბაძეს ვერავინ დასწამებს რომ ის როდესმე რეჟიმის და თავისუფალი სიტყვა მას მაგრამ აი ყველაფრის მიუხედავად ამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დემოკრატიის გზაზე შემდგარ საქართველოში პირველი ვისაც გაუჭირდა და დაიხურა და აღარ არსებობს ეს არის ახალგაზრდა ივერიელი იგივე აღკომი თბილისი დედაქალაქის გაზეთი რომელიც ძალიან მენანება რა თქმა უნდა საოცარი ტკივილია ჩვენი მწერლობა არაჩვეულებრივი ჟურნალი როსტომ ჩხეიძის სტუდენტებს ვაწერინებდი სამაგისტრო საუკეთესო ნაშრომს მაპატია და იმ დონის სადოქტორო მე ვეღარ ვნახე შემდეგი თაობის სადოქტორები რამდენიმე მოვიდა ჩემამდე სარეცენზიო თუ საოპონენტო და მე მომიწია იძულების წესით არ მიყვარს ამის გაკეთება უარის თქმა იმიტომ რომ დადებიც ვერაფერს ვიტყოდი ისეთი დონე იყო და აი სამაგისტრო ნაშრომები იყო სრულ ფასოვანი ეს საერთო პრობლემაა ქართული პრობლემაა მე შემიძლია ამამად თქვა თანამედროვე სადოქტორო დისერტაციები უტოლდება 80-იანი 70-იანი წლების
ალბათ კარგ საკურსო სადიპლომო ნაშრომს ეს უკეთეს შემთხვევაში მე ყოველთვის იცი შენ ჯერ შეიძლება წავაგებ ბრჭყალებში ამ პირდაპირობით მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია საკურსოში ნიშანს არ დავუწერდი მე სტუდენტს არც ერთ შემთხვევაში დავსვამდი შენიშვნებს გავაუმჯობესებინებდი და მე დადებით ნიშანს ვერ დაუწერდი ისეთი სადოქტორო ჩემო კოლეგა მომიტანა და ვუთხარი რომ მე ამაში შენ ხო, მაგრამ ჩვენ წარსულს ახლა გეუბნებით. მაგრამ დაიცვა რეალი, დაიცვა და დღეს მოღვაწეობს, ერთ-ერთ მოღვაწეობს, როგორც თვითონ მიაჩნია, ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ უმაღლეს სკოლაში. ღმერთმა ყველა სიკეთე მისცეს, მაგრამ სტუდენტი ზარალდება ამით. ისევ იმ თემას მიუბრუნდები, რომ აი თითქოს ნაღები მოხადეს ქართულ ჟურნალისტიკას. საუკეთესო გამოცემები, რა მაგის პასუხია და ჩვენ ახლა ამჟამინდელი ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი ჩემი ყოფილი სტუდენტია გიორგი მამაცაშვილი მყავდა გადაცემაში და რაღაცა ისეთი იმედი ჩამესახა რომ მე ბატონ გიგლასო და ბატონ სოსოს ველოპარაკეო და იქნებო აღკომის და თბილისის აღდგენაზე კი ვიმუშავა არა ჯერა მისი მაგრამ რა ეტაპზე ახლა ეს ამის ერთი წელია გასული კი ბატონო ქონდა ჩვენ ამ თემაზე საუბარი მან გამოთქვა ეს იდეა მადლობის მეტი რამე თქვენს გიორგი აკადემიის მადლობას გადავუხდი კი არა არის ძალიან ენთუზიასტი შემოთავაზებისთვის ამას უნდა დაჯდომა გააზრება ძალების ასე ვთქვათ დათვალიერება ვინ მყავს ვინ შემოვა ფინანსები მაინც ძალები გამოჩნდა ეხლა თქვენ შეეხეთ შემოკარგო რომ ერთ-ერთი პირველი აღკომი ანუ ახალგაზრდაებერელი დაიხურა მერე თბილისი ეხლა ლიტერატურული საქართველო გაგვიხდა გადასარჩევი ეხლა მე რა მინდა ვთქვა აღკომი ახალგაზრდაებერელი პირველ რიგში ხა სხვებს არ შევეხები მაგრამ ჩემი გაზეთი რისი მსხვერპლი შეიქმნა პარტახიზაციის და პრიხვატიზაციის რომლის მადა შევარდნაძის ჩინოვნიკებს გაეხსნათ თავის დროზე მე მინდა საზოგადოება მიცოდეს რომ ამ ყოველგვარი ყალბითამდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ იქ წინააღმდეგობას ვინც წევდა იყო ჩვენი ჯგუფი ბატონ დიახ რედაქტორი ვიყავი წინააღმდეგობას ვინც წევდა და ერთ-ერთი ლიდერი, ერთ-ერთი კი არა, ალბათ წამყვანი ლიდერი მეც ვიყავი, თავისი რა ქვია ამ ტრადიციული გამოცემების სასამართლოდ დავები რო ქონდა, მაშინ ჩვენ ვებრძოდით ჯერ შევარდნაძის ხელისუფლებას, მერე სააკაშვილის რეჟიმს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით და ჩვენი ბრძოლა საბჭოთა კავშირი რო დაიშალა აი ცეკას გაუმცემლობებს რო ეძახდნენ ეს სისტემა იყო მთელ საბჭოთა კავშირში შექმნილი და ცეკას გამომცემლობა საქართველოს ცეკას გამომცემლობის ან თქვა გამომცემლობა სამშობლო დაერქვა მე მაგას აი გამომცემლობაში იბეჭდებოდა ჩვენი მაშინდელი გაზეთები და ჟურნალები და ბეჭდური მედია იქ იბეჭდებოდა ასეთივე პროცესები მიმდინარეობდა ყირგიზეთში ტაჯიკეთში უკრაინაში ბელორუსიაში ბალტიისპირა თვითონ რუსეთში და ყველგან ეხლა ნახეთ რა მოხდა საბჭოთა კავშირი რო დაიშალა მაშინათვე აი ამ ტიპის გამოცემებს რომლებიც გამოდიოდნენ თქვათ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გამოცემლობის სტამბაში და თქვათ აი ვითომ მათ ბუდეში ვიყავით ჩეხუჟული ამ ორგანიზაციებს თვითონ ყველა სათითაოდ გადაეცა სახელმწიფო გაზეთებს საკუთარი ის ფართი რომელიც მათ პრაქტიკულად გამოსყიდულიც ჰქონდათ შესყიდულიც ჰქონდათ და ასე შემდეგ მე დღემდე მაგ რამდენიმე ტომი ამ მასალების და ყველაფრის ჩემს არქივში შენახული ჩვენ დავიწყეთ სასამართლო ომი და ყველა სასამართლო ომი მოუგეთ შევარდნაძის ხელისუფლებას და 2000 აი დიდხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ თავის დროზე ჯერ სიგუამ როცა პრემიერ-მინისტრი იყო აი რა ქნეს იცით გამოსცა ზუსტად მახსოვს 1992 წლის 14 იანვარს გამოსცა ბრძანება რომლის საშუალებითაც ყოფილი სახელმწიფო გაზეთები განთავისუფლდნენ ყოველგვარი ამვითომ უღლისგან და გაგვიშვეს აი მცურავ აზვირთებულ ოკეანეში ეკონომიკის ოკეანეში ასე ვთქვათ მასე როცა სიტყვა მენეჯმენტი არც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა იცოდნენ და არ ჩვენ არ ვიცოდით სიმართლე გითხრათ ნუ მოგვიწია რა მაშველი რგოლის გარეშე ინფორმაციულ ოკეანეში აღმოჩნდით და დავიწყეთ
ფართხალი, მაგრამ ჩვენ იმდენი ვიფართხარით, თუ გამოვძვერეთ იქიდან. აი მე უკვე მეცხრე ტალღა დაგვაწვა თავს სააკაშვილის, უგულავას და ამ ბანდიტების იმათ მიზან მიმართულად დაანადგურეს. ეხლა ვიტყვი რა გაუგონარი რა ამათ რო სამართალზე ექნებათ პრეტენზია, აი რატო მერკე არ გაიცინებს და გადაიხარხარებს ამათ პრეტენზიებს. ეხლა ნახეთ რა მოხდა. ჩვენ სამივე სასამართლო პროცესი მოუგეთ პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლებას და ყოფილმა ტრადიციულმა გაზეთებმა 12-13 გამოცემა ვიყავით აქ მიტინგებით, გამოსვლებით, შეხვედრებით და ასე შემდეგ უამრავი ყველაფრის ლიდერი ვიყავით და თავში ვიდექი ამ ყველაფრის ერთ-ერთი და არ მივეცეთ გასაგანი და მოუგეთ სასამართლო პროცესი 2003 წლის შემოდგომაზე, სადღაც ოქტომბრის ბოლო იყო, ჩვენ სასამართლო წესით დაგვიმტკიცდა ეს ყველაფერი. ან ჩვენივე ფაქტი, რაც აღკომს ეხავა, რაც თბილისს ეკავა, რაც საქართველოს რესპუბლიკას ეკავა, რაც გურჯუსტანს ეკავა, რაც ბრასტანს ეკავა, რაც სოფლის ხოლმე ჩვენ გადმოგვეცადა. აი ნახეთ ეხლა რამხელა შეღავათი იყო 240 კვადრატული მეტრი მეოთხე სართულზე, პერსპექტივი ჩაოლიძის ქუჩიდან, პერსპექტივით იგივე პარტიის მანსარდი გაკეთდებოდა და ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით უკვე ისე დავდგებოდით ფეხზე, რომ შევძლებლით დამოუკიდებლივ ცურვას და ვთქვათ ობიექტური მედია ორგანიზაციის სახელის დამკვიდრებას კიდეც. შენარჩუნებას რა თქმა უნდა შევინარჩუნებდით ამ ყველაფერს. მოკლედ 90-იანი წლები, ნუ უკვე მე გავხდი მე რედაქტორი აი პროექტებით, ამით რაღაცას ვახერხებდით, მაგრამ საბოლოო დარტყმა მოგვაყენა შევარდნაძის ხელისუფლების შემდეგ აი ამას ხომ მივაქცია. სააკაშვილმა მათ სადეს პირდაპირ გაყიდვა ამისი, ჩვენ აღვდექით წინ, ქონდა მიტინგები, გამოსვლები, თავრობის სახლის უკან, ქონდა შეხვედრები კახა ბენდუქიძის ემისრებთან, კახა დამენია და სხვებთან რა. აი, ნუ სასწაული დამოკიდებულება იყო. თვითონ იმ გამომცემლობა სამშობლოში რა ქვია სააკაშვილის რეჟიმმა გაამწესა ყოფილი ჩვენი თანამშრომლები ხო ჩანერგას ვთქვათ ეს თანამშრომლები და მათ შორის არ მინდა ხა გარდაცვლილია და შევხედე მაგრამ ხო ნახეთ რა იკადრეს რომ ყოფილ ტრადიციულ გამოცემებს გამომცემლობა სამშობლოსთან არაფერი არ აკავშირებდა და იქ არასოდეს ამჯდა აი ასეთი უსინდისო ტყუილი და მე ახსოვს მაშინ მე რომ გავექანეთ ცხონებული გურამ გოგიაშვილი და მე კინაღამ შარში გავყავით თავი მანდატურებმა გამოგვიყვანეს თორე ალბათ ციხეში აღმოჩნდებოდა პროვოკაცია მოაწყო რა პრაქტიკულად ამ ბიჭმა ნუ წასულია და არ მინდა ვთქვა. და რა ქნეს გაირკვა რომ სამართლებრივად სახელმწიფოს ბალანსზე ეს შენობა არასოდეს არ იყო. იყო 1956 წელს გაზეთი კომუნისტის ბალანსზე ჯერ კიდევ. აი ამას ჩაეჭიდა სააკაშვილის ხელისუფლება ნუ თავიანთი ჯიბის სასამართლო ყავდათ რა თქმა უნდა და ჯიბის სასამართლოს მოსამართლემ გვარად შაიშმელაშვილმა მე მითხრა პირდაპირ აი თემქაზე რო ქონდა სასამართლო მაშინ იქ მითხრა პირდაპირ რომ ჩვენო კორუმპირებული შევარდნაძის ხელისუფლების სიტყვას ვიმეორებ ციტირებ კორუმპირებული შევარდნაძის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ გვაინტერესებსო რაღაცა მოიდეს მიზანზე გადახიეს პრაქტიკულად ეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ნახეთ ეკონომიკური ისა ჩვენ ახლა კი იმ ოკეანეში რო აღმოჩნდით იმათ ცოტა ცურვის რო ვიფართხუნეთ რაღაცები იქ არა არსებობს ველური მეთოდი ცურვის სწავლის რო გადაგარდებენ და ხო და აი შევდღვივეთ რო ითქვას ჩვენ ამოსული ვიყავით უკვე ვიწყებდით ფეხზე დადგომას მოვიდეს ავადსახსენებელი ვარდების რევოლუცია რომელიც დასავლეთმა და რუსეთმა ერთობლივად მოგვიწყო რა თქმა უნდა და დაიღუპა ქვეყანა იმ დღიდანვე მოყოლებული და ჩვენ ვთავაზობდით კახა ბენდუქიძეს, კახა დამენიას პირით. ქონდა ეგ შეხვედრა, ამ შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ნუ მე ვიყავი, არჩილ გოგელია იყო, ნინო ჯანგირაშვილი იყო და სხვები ვიყავით. ჩვენ შევთავაზეთ, ისინი გთხოვდნენ $20 მილიონ, ნახეთ რა მადაქონდათ ჯიგრებს, $20 მილიონ. ჩვენ შევთავაზეთ მაქსიმუმი რო დავთვალოთ იყო 8 მილიონი და მე ვიყავი პროექტის ავტორი, სადაც
თავაზობდით სახელმწიფოს რომ ჩვენ ეტაპობრივად ამ შენობის სრული პრივატიზაციისთვის გადავუხდით ამ დროს ჩვენია სასამართლო ფეხებზე კიდე სასამართლო მაგათ გადაწყვეტილება რა თქმა უნდა და ჩვენ თავაზობდით რომ გადაგიხდით ეტაპობრივად 8 მილიონს აქედან 1/3 იქნებოდა გაკეთებოდა პრესის სახლი იმ გამომცემლო სამსახურში დღეს რომ ის არის რა ქვია უგულავას რეზიდენცია და კაფე და რესტორანი და რაღაცა ხო ნუ რა ხდება ეს სხვა თემაა კიდე არა და ეს ისტორიული შენობაა რა თქმა უნდა არ იქნებოდა ის რაც იყო და მუზეუმი გაკეთებული კი ბატონო საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში აი ამ ტიპის ცეკავს გამომცემლებმა ის ფართობი ყველას მისცეს აბსოლუტურად გარდა ჩვენ მოვიპოვეთ, მოვიძიეთ ეს ყველაფერი და მაინც ნახე რა ქნეს ჩვენ შევთავაზეთ, ითხოვდნენ 20 მილიონი, ჩვენ ვთქვათ 8 მილიონ დოლარს ჩვენ ეტაპობრივად სახელმწიფოს გადავუხდით. ხო, რაში თორე კი 1/3 იქნება სახელმწიფოს კუთვნილება, 1/3 იქნება ტრადიციულების კუთვნილება, 1/3 იქნება ყველა დანარჩენის და გაკეთება სრულად საქართველოს პრესის სახლი. რა თქმა უნდა, არ წამოვიდნენ ამაზე და რამდენად გაყიდეს შენობა, აი ჩვენ რომ ვითომ გამოგვასახლეს და ეჯიბის სასამართლოებით, არც ევროპა შეშფოთებული ეს არ ამზადება. არც ევროჩინოვნიკები შეშფოთებულა მაშინ და როცა ქუჩას უკეტავდი და მართლა ქუჩაში გამოვიდოდი და მართლა პრობლემა მქონდა და დავხსინოდა ის ბენდუკი და ძაღლიც მიაგდა სულში. მაპატიეთ საზოგადოების წინაშე ბოდიშვილი, მაგრამ აი სწორედ მისი გაპარტახი, მისი ჩამოსვლით დაიწყო ქართული ეკონომიკის გაპარტახება და პრივატიზაცია საქართველოში ყველაფერი სტრატეგიული ობიექტი გაიყიდა და ვიღაცები საფლავში ყვებიან. რა, რუსეთის ნომრიანი აგენტი არ იყო და კგბ-ს ნომენკლატურა არ იყო, კახა ბენდუკიძე, გრიგოლ-ვაშაძე და სხვები, მაგრამ არა, როცა ამათ პრაჯვინუტ ევროპელებს ჭირდებათ, მაშინ ეს არ ახსოვთ ეს მომენტი. და რა მოხდა? უარი გვითხრეს ჩვენ და იმისი რა ქვია ამ შემოშეთავაზებაზე და 5,66,000 ლარად მიყიდეს თემურ უგულავას ეშენობა. მიყიდეს, არ გაყიდეს, ზოგადად გამოყარეს იქიდან 2007 წლის 10 აგვისტოს დილაუთენია 4-ის ნახევარზე ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა, რომელიც გამოიყენა სააკაშვილმა ამ ჯალათმა ისე გადაათრიეთ დროზე, სადაც საჭიროა იქ რა, ამას მოუწოდებ კონცერტს, თორე თქვენც გადაყვებით მაგას. თქვენს გადაყვებით, მაგას თუ არ გადააკეთებთ, დროზე მოვა ამისი დრო. აი აქამდე ამოსული ჩვენი თაობის მოთმინების ფიალა. გეყოთ უკვე ეს კატათაგუბანას თამაში და მიხედეთ როგორც საჭიროა. რასეუნებით სხვა პატიმრებს ბუღამ წარმოებლად ყავთ იქ ვიმამეთში გამწესებული და აჩენს შულებს მართლა სიკეთე მისცეთ მათ შულებს, მაგრამ ნუ ასე არ შეიძლება რა, ასე დაცინო არ შეიძლება და ასე მონობა კიდე ვისიც გინდა იმისი არ გქოს. ამისთან რაღაცას იგივე ნეტარხსენებული კომუნისტების დროს აღერავინ ვერ გავგვიბედავდა ჩვენ. აი ესე გაიყიდა. ჩვენ 8 მილიონ დოლარს თავაზობდით სახელმწიფოს და ამან თმა გაყიდეს 5,66,000 ლარა და რა გააკეთეს? კაზინო, სასტუმრო და რა? ეხა სად გვეცურა მითხარი, როგორ გვეცურა, როგორ გადაგვერჩინათ? ჩვენ გადავერჩენდით თავს და მართალ სიტყვას გადავარჩენთ, აი ასე. არა, ეს მიზან მიმართულად მოკლეს მართალ მიზან მიმართულად მოკლეს. სირცხვილი არ არის თბილისის მერიას, გაზეთი თბილისი, კაცო, არ ჭირდება ასეთი ტრადიციული გაზეთის, ბოლო-ბოლო ბრენდია რა. ბრენდია, სოფლის ხოვრება ბრენდია. საქართველოს რესპუბლიკა ბრენდია, რატო უნდა იყვნენ ასე დღეში? ასე დღეში. ძალიან უჭირს საქართველოს რესპუბლიკა როგორ არსებობს, მე არ ვიცი. ლიტერატურული საქართველოში დაიხურება. ან ლიტერატურული საქართველოში ეს ხო ტრაგედიაა უკვე და არავინ ამაზე თითქოს არ წუხს საზოგადოების გარდა და ახლა საზოგადოება მზად არის მე ისიც კი დავწერე სოციალურ ქსელში რომ კაცო პენსიონერია ის გაიღებს თავის 5 ლარს და ეყოფა გადასარჩენა თქო ორგანიზება უნდა ამას როგორი სირცხვილია სხვა რო არაფერი ლიტერატურული საქართველოს დახურვა საქართველოში და დასანანირო ამაზე ჩემო გიგლა ჩვენ ამაზე დიდი თემაა ძალიან დიდი თემა უზარმაზარი თემა მინდა რომ მაინც სხვათა შორის კომისიისთვის აი თეატრალური კომისიის მე კომენტარით გავაკეთე ამის მაგრამ მიმართა ვაკეთა მე ძალიან დიდ პატრონს ამ კომისიას შემოგვიყვება ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ გამომცემლობა სამშობლოს გასუხარების თემას მოკიდეთ ბატონებო ხელი მე მზად ვარ ვითანამშრომლობთ მოგიტანოთ ეს ინფორმაციები დოკუმენტურად დადასტურებული ყველაფერი და მე ნახეთ რამხელა ზარალი მიადგა სახელმწიფოს ამის გასუხარები და დღეს რა არის აი ეს კულტურის კერა ქართული სიტყვის კერა დააქციეთ და გახადეთ რა მორიგი კაზინო მორიგი რესტორანი მორიგი სასტუმრო მორჩა მეტი რა
და დღევანდელი მედიის სახეც არის ამის შედეგი, ჩემო გიგლა. სახელი შეუნარჩუნეს მარტო ისა პოლიგრაფით უპრესა თუ რაღაცა ესა. ეს ცინიზმია უკვე, როცა კაზინოს დაარქმევ პოლიგრაფს, ეს უკვე ყველაზე დიდი ცინიზმი მგონია, მე რო ვკითხულობ, ცუდად ხვდები, რომ ეს დაცინო ამეტი არაფერი და აი აქედან გამომდინარე, აი ბაზრის მოთხოვნების მომიზეზებით, რომ ჩვენი დღევანდელი წყალებში მედია ვარსკვლავები გვარწმუნებენ, რომ ეს არის საზოგადოების დაკვეთა, რომ დღევანდელ საზოგადოებას სჭირდება ეს იაფასიანი უწიგნური ჩიქორთულით მოლაპარაკე, ასე შემდეგ და აი რა თქმა უნდა, ხა გამონაკლისები არის, რა გვეშველებოდა ეს რო არის, მაგრამ ეს ვარსკვლავებით კარგად ვიცით მეტად თქვენ, მაგრამ საზოგადოება რა ხდება, ჩემმა სტუდენტმა ერთმა მეორეს რო ეგრეთ წოდებული მასეხა გვარების დასახელებას ვერიდები, ის ვარსკვლავიც მსხვერპლი მგონია გიგლა, იმიტომ რომ სასაცილოა ჩემი და თქვენი პოზიციიდან მისი ვარსკვლავობა და ადამიანი რომ სასაცილოა თავის პროფესიაში ცოდოა დიდი გაგებით, მაგრამ ცოდო უფრო არის საზოგადოება, რომელსაც აი ამ სუროგაც აწვდიან ნამდვილი მედიის და მეოთხე ხელისუფლების ნაცვლად და აი ესეთი რიტორიკული კითხვა მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მე მგონი აზრი დაკარგა. როგორ ფიქრობთ, მაინც რა უფრო სჭირდება დღევანდელ საზოგადოებას? მართლა ასეთი ცუდია საზოგადოება, მაშინ საზოგადოება აღარც უნდა ერქვას, რომ მას მეორე უძველესი უფრო სჭირდება, ვიდრე მეოთხე ხელისუფლება. ჯვარი წერია. როგორ ბედავს მაშინ ეს ჩვენი ელიტა, ეგრეთ წოდებული მედია ელიტა, რომ ამას აბრალებს და ხელს აწმენთ საზოგადოებას. თავის უვიცობას ამართლებს საზოგადოების დაკვეთით. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები აი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ამას მე კი არა უკვე ყველა ჭკვიანი ეკონომისტი აღიარებს, რომ ამ ბაზრის მოთხოვნებზე აგებულმა ეკონომიკამ სოფლიოს დიდი ქვეყნები ჩაძირის პირას მიიყვანა და გადახედვა მიმდინარეობს. რაც შეეხება იმ აი საოცრად კარგად ფორმულირებულ შენს სტილში ჩემოდიანა ფორმულირებულ შეკითხვას. აი მეოთხე ხელისუფლება ურჩევნია თუ მეორე პროფესია, მეორე უძველესის მოთხოვნა საზოგადოებას, წესიერ ნაღებ საზოგადოებას ყველა ქვეყანაში აქვს ყოველთვის მეოთხე, რომ მედია უნდა იყოს მეოთხე ხელისუფლება. ისე თუ მკითხავთ ამ ინტერნეტის ეპოქაში მედია საერთოდ პირველი ხელისუფლება გახდა და ამას თვითონ პოლიტიკოსებიც ვერ ხვდებიან და ვერ აკეთებენ. ახლა ავიღოთ ტრამპის მაგალითი. ტრამპმა თავისი ტრამპ სოციალ შექმნა, სოციალ შექმნა. აი პირველი ვადიკარჩენების დროს მან უარი თქვა, ხო? იძულებული გახდა სოციალური ქსელი შექმნა, იმიტომ ფეისბუქის დიქტატს და იქ იმის უკან მდგარ კორებს და ჩასაფრებულ საზოგადოებას იმას რა ქვია ხალხს ვერაცდა და სიმართლე ვერ გაიტანდა და მიხდა რაშიც იყო საქმე. ტრამპი რომ ამას იტყვის, დაუწყო CNN-ს ბრძოლა, დაუწყო სხვა ვიღაცებს ბრძოლა. ანუ ნახეთ 90-იან წლებში ჩაეყარა ამ უბედურებას სათავე, ჩემი აზრით კი არა, ცნობილი მედიალოგების აი რაშკოფების და სხვების და კი ბატონო დენ გილმორის და სხვების ანალიზით გამიხდა, მე მათ ძალიან დიდ პატივს აქვს, ესენი აი უწყინვალესი პუბლიცისტები არიან დასავლეთის ქვეყნებში და ისინი პირდაპირ ამბობენ, აი 90-იანმა წლებმა დაუდო საფუძველი რეპორტინგის აღიარებას და ანალიტიკის მიჭკმალვას და სადღაც 2000-იანი წლების დასაწყისში გამოიღვიძა დასავლეთის ჟურნალისტიკამ და მათ აღიარეს, რომ ეს იყო არასწორი მიდგომა, მაგრამ უკვე საინფორმაციო ქსელში მკვეთრად იყო შემცირებული პუბლიცისტების ნაკადი და პუბლიცისტური ინფორმაციების ნაკადი. მისმით ხო? და მე მახსოვს დევიდ რემნიკი წერს ძალიან კარგი მედიალოგია და მე ვაფასებ ასეთ მედიალოგებს, კი ბატონო, ნიკ დევისი, დევიდ ფროსტი, დენ გილმორი და სხვები ხა ძალიან შორტს ამბობენ ამაზე საუბარი. ის წერს, რომ ექსპერიმენტი ჩაატარეს უკაცრავად უბრალოდ და ამ ექსპერიმენტის შედეგებზე წერდა, რომ ნიუ-იორკერში დაბეჭდეს 25,000 სიტყვისგან, ახლა ჩვენ ვიტყვით ხოლმე 20 გვერდი, 30 გვერდიანი ნარკვევი და ისინი სიტყვები
ერთი თუ 25000 სიტყვა დაახლოებით არის 36-40 გვერდი Word-ის ფაილი ჩვეულებრივი, ხო? და ნახე დაბეჭდეს ეს და აინტერესებდა რა პუბლიცისტური, რა თქმა, რა ანალიტიკური, რა გამოხმაურება ექნებოდა საზოგადოებაში. აღმოჩნდა რომ ნებისმიერ უსწრაფესად მიწოდებულ ნიუსზე და აი ყველაზე საინტერესო ნიუსზე მეტი მკითხველი დაუგროვდა ამას. თან Google Analytics ხო იძლევა იმის საშუალებას, რომ შენ ნახო რა დრო შემოვიდა შენი მკითხველი, რამდენი ხანი დაყო, როდიდან გადავიდა, იმ გადასვლის წერტილი რომელ საიტზე წავიდა, ყველაფრის ანალიტიკა კეთდებოდა ამ ანალიტიკითაც დაასკვნეს, რომ ისინი არსად არ წასულან, ბოლომდე წაიკითხეს ეს და გამოხმაურება ყველაზე მეტი დიდი ქონდა ამას. რატო? იმიტომ რომ საზოგადოებისთვის მტკივნეულ პრობლემაზე იყო იქ საუბარი და იყო სიღრმისეულად როგორც ანალიტიკურ ჟურნალისტიკას და ჭეშმარიტ ანალიტიკოსებს ეკადრებათ ის. აი ეს მომენტი თუ არ დაბრუნდა მსოფლიო ჟურნალისტიკაში, მსოფლიო განწირულია ამ პოლუსებს შორის, თქვათ, პოზიციის პოლუსი და ოპოზიციის პოლუსი და აი ამ ეს ჯახი, ამათი ჯახი საქართველოში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მერწმუნე თუ რამე გამეგება ეს სფერო ვიცი, სრულ კრახამდე მიიყვანს, გინდათ ამერიკას, გინდათ იაპონიას, გინდათ საქართველოს, გინდათ ეთიოპიას და გინდათ ნებისმიერ ქვეყანას. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მედია უნდა იყოს არა მხოლოდ მეოთხე ხელისუფლება, ანგარიშგასაწევი ხელისუფლება და ახლა რასვითი დამნომრად მნიშვნელობა რა, მაგრამ არსად და არასოდეს მეორე ხელისუფლება. ერთის უფლება მომეცი თქვა და გავიხსენე, აი ჩვენ ხო გარკვეული პერიოდი, 20 წელი ვბაძავთ ამ დასავლეთს და ვართ ამ ჭკუაზე არ ვართ. იცით რა გენიალური რაღაცები აქვს ეგ შემუშავებული, მეთოდიკა, როგორ უნდა იმუშაონ ამ ეგრეთ წოდებულ დაფინანსებულ მედიასთან, მოსყიდულ მედიასთან. აი მაგალითად მე ჩემინება რო ყოფილიყო საქართველოში შემოვიტანდი პრესერატების სისტემას, ეს გერმანიაში მუშაობს ძალიან კარგად. იქ აკრედიტაცია ეძლევა არა ინდივიდუალურად დიანატყებულ ჩავასან გიგლაგობეთშია ჟურნალს, არამედ იმ ორგანიზაციებს, ვისაც ჩვენ წარმოვადგენთ. როგორც კი ჩვენ რაღაცას მიკერძოებულად დავწერთ, გავაშუქებთ, გაუშვებთ, იმ წუთასვე მოქმედებს უკვე პრესერატების საბჭო და იქ პასუხისგება დგება ძალიან მძიმე. პირველი შემთხვევა არის გაფრთხილება, მეორე შემთხვევა მკაცრი და უკანასკნელი გაფრთხილება და მესამე შემთხვევაში აკრედიტაციის მოწმობას უქმებენ იმ მედია ორგანიზაციას და ის ამას პრესერატის ხელმძღვანელობა აქვეყნებს სრულიად გერმანიის, ასე ვთქვათ, მედიაში და მათთან ურთიერთობას უკვე ეკრძალვის ოფიციალურად გერმანიის სახელმწიფო უწყებების ნებისმიერი წარმომადგენელი. მე ეს მოდელი სხვათა შორის გავიხსენებ ახლა მომეცა ამის საშუალება 2003 წლის დასაწყისში ჩემი მეგობარი ამეხმარა ამ შეხვედრის ორგანიზებაში, როცა ეს იდეა გავაცანეს შევარდნაძის ხელისუფლებაში ავტო ჯორბენაძეს. მთელი ერთსაათიანი ცოტა მეტი შეხვედრა გქონდა მასთან, ეს იდეა გავაცანი და რუსთავიური მერწმუნეა, აი ვერაფერს ვერ მოიგებდა იმ საინფორმაციოს, რაც მან მოიგო. და მე თუ მკითხავ დღეს 90-იანი წლების და იმ შემდგომი პერიოდის რუსთავიორის სტაფი შემოქმედებითი გუნდი წევრებმა წესი და რიგით კარგად უნდა ხეხონ უნდა აგონ ვირისაბანო პასუხი უნდა აგონ იმ ყოველებისთვის, რაც მათ მაშინ აწარმოეს. მე არ მომბობ რომ მაშინ იდეალური ქვეყანა იყო და გამორიცხულიეს, მაგრამ რაც მაშინაც აკეთეს და მერეც აკეთეს სახელმწიფოს საზიანოდ, საზოგადოების საზიანოდ, საზოგადოების საზიანოდ. შევთავაზე ეს მოდელი, მაშინ განიხილებოდა მთავრობაში რაღაცა სპეცორგანოს შექმნა, რომელიც ამგვარ რაღაცებს, აი ეს ფეიკებს გააკონტროლებდა, იქ მე მოვიაზრებოდი, მე იქ სხვა მოიყვანეს და ის სხვა რომ მოიყვანეს, რა თქმა უნდა, ვიღაცები ხო იცი, ნეპოტიზმი მაშინაც იყო, ეხლაც არის და მაშინაც იყო და იყო და მოიყვანეს ხო და მე დამიკავშირდნენ მისი დანიშვნიდან, არ მინდა ხა ის ბიჭის გარდაცვლილია, ის ვახსენო, მოიყვანეს და მე ვთხარი ხა წადი და იმან გაგიგეთოთ, მე ვთხარი ეგ პროექტი და რაღაც. ანუ მე ვამბობ რომ პრესერატების სისტემა იმას რეალიზება ჭირდება და რეალიზებას შესაბამისი წოდნა ჭირდება. ეხლაც იგივეა გასაგებია. იგივე ხდება. პრესერატების სისტემა გერმანიაში, პრესკონსულები თქვა საფრანგეთში, აი საფრანგეთში მაკრონის ხელისუფლებამ რა ქნა, ხა მაკრონთან მე არანაირის არ მაქვს, მაგრამ ნუ ამაში აუცილებლად ვემხრობი. რა ქნა? პირველი ფეიკი ორგანიზაცია ინდივიდს, ხო? სერიოზული ფეიკი და დამთავრდა 50000 ევროა დეზინფორმაციაზე
მედია ორგანიზაცია 250,000 евро. აი ესეა. აბა ნორვეგიაში გაბედე და რაღაცა ეგეთი გააკეთე. აბა ფინეთში გაბედე ეგეთი რამე. სხვა ქვეყნებში, სკანდინავიის სხვა ქვეყნებში, დანიაში და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ მე მინდა ესეთი წესიერი евро ქვეყნები და ესეთებთან ურთიერთობა და არა თქვენს მაპატია და ვიცით ახლა რაც უნდა თქვა, მაგრამ ეგეთ ევროპასთან იმების ფაშისტების და ფრიცების ურსულებთან და სუნსულებთან ურთიერთობა რა. მაგათ მოუვათ თავისი დრო, მაგათ გაუვიდათ უკვე ყავლი და წესიერი ჟურნალისტიკის ხანა თუ არ დაუდგა ანალიტიკური და წესიერი ჟურნალისტიკის ხანა ევროპას, ევროკავშირის და ევროპის ტრადიციების და მათი მზე საბოლოოდ ჩაესვენება. მე არ მინდა იგივე მოხდეს საქართველოში. ამიტომ ჟურნალისტი, რომელიც იტყუება ეკრანიდან, რა ქვია, გაზეთიდან, ჟურნალიდან, მას კატეგორიულად უნდა აუკრძალოს საზოგადოებასთან შეხება და ურთიერთობა. მან პასუხი უნდა აგოს სერიოზულად, მე ვიქნები ეს თუ ნებისმიერ. რაც მთავარი პროფესია უნდა დღეს რას უყურებ? ერთ ნავშია, მეორე ნავშია და ჩვენი სტუდენტები უკვე ძალიან კარგი ბავშვები. აი ახლა დილითაც თქვენთან რომ მოვდიოდი, შემდგომ ერთი ქუთაისელი სოხუმიდან არის წარმოშობილი, გადასარევი ბიჭი, მოაზროვნე, წერს, გადასარევა. ადგილი ვერ დაემკვიდრა, ვერ სადაც წავიდა რაღაც ფიზიკურ სამუშაოებისგან. რატო? იმიტომ რომ აქ ქოცების ნარატივის გატარებას თხოვენ, იქ ნაცების ნარატივის და სახელმწიფოს ნარატივის რა ქვია, გატარებას და პოლიტიკის და მხარდაჭერას და პრობლემებს. ეს არავის აღარ უნდა უკვე. აი ეს არის ხა მეცოლა მაპატიოთ. ავცხარდი, მაგრამ ეს ტკივნეული თემაა და სანამ ჟურნალისტიკას როგორც ძველი დიდება არ დაუბრუნდება, პროფესიას არ დაერქმევ თავში. იგი რა თქმა უნდა ღირსება. იგივე საფრანგეთში მაპატიოთ, აი ეს უნდა ვთქვა აუცილებლად, დიანა. საფრანგეთში უნდა სხვა პროფესიის წარმომადგენელს მედიაში მოვიდეს. მან 2 წლიანი კურსი უნდა გაიაროს. სპეციალური გაძლიერებული ჟურნალისტიკის თეორიული საკითხები და ასპექტები და პასუხისმგებლობები და ეთიკის ნორმები და რაღაცები უნდა გაისიგრძე განოს. წინამდელ შემთხვევაში მას საფრანგეთის მედიაში არაფერი არ თვითონ მიინიჭებენ ჟურნალისტის კვალიფიკაციას. თვითონ მიინიჭებენ, დაატრიალებენ შამპურივით ამ იმას, რა ქვია, მიკროფონს და ვის ააცვამენ, ეგ უხარიათ რა. კოშმარში ვარ უბრალოდ. მე იგივე, როგორც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობის წევრი, თქვენ გიორგი მამაცაშვილი ახსენეთ, მე მქონდა საუბარი, ეს პროექტი მე შეიძლება ამათ შევთავაზო და სწორედ პროფესიული ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები უნდა ჩაუდგნენ ასეთ ღონისძიებას სათავეში, როგორც ევროპის ამ ქვეყნებში პროფესიონალები, რა თქმა უნდა, ასე უნდა მოხდეს. და რა მოყვარულები. შევთანხმდეთ. კი ბატონო. გაშუქების და რაღაცის წესებს. ასე არ შეიძლება. ერთი ფაქტი არსებობს და კი ბატონო, ეხლა რა ქვია იმას სპინ დოქტორინგი უკვე ცნობილი მიმართულება და შემოატრიალის ფაქტი, მაგრამ ფაქტი არ უნდა დამიმახინჯა. არ უნდა დამახინჯა. ცხელი მაგალითი ხო? საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდა რა ქვია უცხოეთიდან ეს ეგრეთ წოდებული გალფის ქვეყნების მიგრანტთა შემოდინების შეზღუდა. პირიქით მიაწოდა ოპომედიამ ეს საზოგადოებას და ძალიან ბევრი მოტყუდა უკვე და არის აიშოლებელი. აი შემთხვევაში ვისებრალიას კოც ხელისუფლების, ქართული ოცნების ხელისუფლების PR სამსახურების ვისაც ეს ევალება. აი შემიძლია პირდაპირ მიმართო ბატონ კობახიძე, ვინ ყავთ იქ PR სამსახურში? ინტიმური კონტაქტი მაინც არა აქვს იმასთან, რა ქვია, ჟურნალისტიკასთან ბატონო ირაკლი? მიხედეთ რა. მიხედეთ ვინ ყავთ იქ, ვინ? ბევრად უკეთესად იყენებენ ამას ოპომედიები სამწუხაროდ, მაგრამ მოიყვანეთ რა პროფესიონალების დრო უნდა დადგეს, კაცო, არ შეიძლება ასე რა. ვიდრე არიან ეს პროფესიონალები. ვიდრე არიან, ცოტა ხანში აღარ გეყოლება. აი შემდეგ კითხვაზე მინდა გადავიდეთ, იმიტომ რომ ესეც ამოუწურავი პრობლემაა თავისთავად და მან ერთი რამ მინდა გითხრათ, გიგლა, ეხლა რა ხდება, იცით? ეხლა სამოქალაქო ჟურნალისტიკა არსებობს ყველგან, იყო და იარსებებს კიდეც მით უმეტეს დემოკრატია. მაგრამ რაღაც განათლება ხომ უნდა კონდეს იმ სამოქალაქე ჟურნალისტ და პლუს ელემენტარული ჟურნალისტურიც, ხო? ერთი მაგალითი, რომელიც ძალიან მომწონს. New York Times, რომელიც ყველა შემთხვევაში არის ავტორიტეტული გამოცემა, ხო, ხა ზოგჯერ უჭირს, ზოგჯერ არა, მაგრამ ფაქტი რომ მას პრობლემა არ აქვს, კითხველი არაკლია. მას ყავს ეგრეთ წოდებული კალამნისტი, ანუ საავტორო გვერდის ავტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში, პოლ კრუგმანი. პოლ კრუგმანი, რომელიც ნებისმიერ ჟურნალისტს თავისი ჟურნალისტური პროფესიონალიზმითაც მისცემს ფორას. ანუ თავის პროფესიაში ხელმოწარული ადამიანები კი არ მოდიან ჟურნალისტიკაში, როგორც იოლ დარგში, ისე როგორც ჩვენთან არის სამწუხაროდ. თავის პროფესიაში არ ვარ
ძიძაც მიდიოდა ერთი ქალბატონი გერმანიაში, იქ დაიწუნეს და გახდა მედია ვარსკვლავი ბჭყალებში. გვარს არ დავასახელებ. სასაცილო იქნებოდა რომ სატერალი არ იყოს. ხო და აი ამაზეც ვიფიქროთ, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ახლა არიან სახელები მედიაში, ჩვენს მედიაში არა ნიკა წულუკიძე ბატონო, ზურაყიფჩისის გადაცემები არ არსებობს, რაც არ უნდა არ მეცალოს, ხო არ შეიძლება არ მოусმინო. არ არის ის განათლების ჟურნალისტი, მაგრამ აბა შეედაროს რომელიმე დღევანდელი მედია ვარსკვლავი მის ინტელექტუალურ გადაცემას, ამიტომ ბევრია ახლა მაპატიოს თუ გამორჩება ალბათ ვიღაც. ამაზეა ლაპარაკი და მივედით ახლა შემდეგ ასეთ საკითხზე ძალზე აქტუალურია და ობიექტური მიზეზებიც ამის არსებობს ჟურნალისტური განათლების უფრო ზუსტად ჟურნალისტური აი ორი სიტყვა მათქვევინე აი ამ მოწმეზე რაც ახლა თქვენ გამოთქვით აბსოლუტურად გეთანხმები რა თქმა უნდა სამოქალაქო ჟურნალიზმი დამკვიდრდა უკვე ეს რა თქმა უნდა ინტერნეტის შედეგია და ამისი ამ ჯინის უკან ჩაბრუნება გამორიცხულია მაგრამ დაუგვირდეთ გაკეთილშობილობაში როცა სამოქალაქო ჟურნალისტები რაღაცა ინფორმაციას გაავრცელებენ სკანდალურს ისეთ როგორ იქცევა მსოფლიო საზოგადოება ნებისმიერ ქვეყანაში ისინი ეგრევე იმ წუთასვე მიაშურებენ აკადემიურ მედიას და ცდილობენ იქიდან გაიგონ სწორი პასუხი რატო აკადემიურ მედია პასუხს აგებს მის მედია პროდუქციაზე სოციალური მედია არაფერზე არ აგებს პასუხს აი ეს ერთი ჩასაკითხი მეორე მიდგომა იგივე ჯეფ ბეზოსმა მისცა მთელ მსოფლიოს როცა მან აი ეს გავლენიანი ამერიკული გაზეთი რო შეისყიდა მის დაქირავებულ მთავარ რედაქტორს მისცა ესეთი ბრძანება მოეწვია არა კალმის ზვიგენები როგორც ეძახიან ხოლმე დასავლეთში არამედ მოეწვია ბლოგერები რომელთაც მინიმუმ მილიონიანი აუდიტორია ჰყავდათ ამით რაქნა პირველივე წელს 20 მილიონი მოგება მიიღო დამატებით რატო იმიტომ რომ იმ მილიონიან აუდიტორიის თან მომუსაიფე ბლოგერს ის აუდიტორია გადმოყვა აქეთ ბეზოსის აი ნახეთ პრაქტიკოსი მილიარდერის ინვესტორი მაგრამ სამოქალაქო ჟურნალისტიკამ და აკადემიურმა თუ ერთად და სინქრონულად იმუშავეს ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერ ქვეყანაში საზოგადოების განვითარებას და პროგრესს ეხლა ბძანეთ უკვე განათლების სიმართლეში. კი ბატონო, ჟურნალისტურ განათლებაზე ხა ძალიან აქტუალური და მწვავე და მტკივნეული თემაა. უпростоრად დიდი უმრავლესობის გაუნათლებლობა ჟურნალ რაღა დასამალია უკვე მეფეროშიშველი ამას უკვე ყველა ხედავს, ხო? მაგრამ აი თქვენ როგორც უმაღლესი სკოლის გამოცდილი პედაგოგი ხა წლებია ლექციებს კითხულობთ არაერთ უმაღლეს სასწავლებელში და ვიცი თქვენი სტუდენტების ძალიან ისეთი დამოკიდებულება, ხო? გენდობიან და შეერათ უმრავლესობას ხო სუქს ვერაფერს დააჯერებ აი როგორ შეაფასებდით ამჟამინდელი ჟურნალისტური სკოლების ალკარგს გიგლა მე არ ტრაბახობ მაგრამ ვიცი ჩვენ ისეთი სკოლიდან მოვდივართ ტაბიძის სკოლიდან და ისეთი სტუდენტ ლექტორის ურთიერთობის ფუფუნება ქონდა რომ კარგი კრიტერიუმი გვაქვს ამისოთ ამიტომ სწორედ თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით კი ბატონო პირველ რიგში ძალიან დიდი თემაა მაგრამ აი თუ შეიძლება ცოტა ძალიან დიდი თემაა უწურავი მართლა საოცარი თემაა დიდი მაგრამ ხომ საჭირო და მადლობა რომ ჩვენს ცხოვრებაში გაიარა ისეთმა მაესტრომ როგორც ბატონი ნოდარ ტაბიძე იყო და მე და შენ დღემდე ვჩებით ამ სკოლის ერთგულებად, აღზრდილებად და იმიტომ რომ უკეთესი ვერავინ შემოგთავაზ და ვერ დაგვანახა სხვათა შორის ცხოვრებისეული გამოცდილები და თეორიურითაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჟურნალისტური განათლების პროგრამებს, რადიკალურად რო შესაძლებელია დღეს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე ჟურნალისტური განათლების პროგრამა ამას წყალი არ გაუვა, რადიკალურად არის შესაძლებელი. მე ხა სხვების პროგრამებზე ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ მარტო ერთ თემას გეტყვი. აი დღეს მაგალითად არც ერთ რაც მე ვიცი არც ერთი პროგრამაში არ არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტი და მედია თუნდაც ეს საგანი შემოტანილი. კი, ცალკეულ ძმებს ვკითხულობ და რაღაცებს და ვასწავლი ამას. მაგრამ კონკრეტულად მედიაში როგორ შეიძლება ამით გამოქვეყნო და მედია მენეჯმენტის აგება ამ რაღაცაზე ეს არც არ არის.
ხა სხვების ხა ცუდად ჩამომართვეთ ამას, მაგრამ თავის დროზე როცა 2021 წელს ჩემმა სამაგისტრო პროგრამამ ტექნიკურ უნივერსიტეტში აკრედიტაცია გაიარა, მე არ მომხდარ ტექნიკურ მონაცემებზე, მე ვამბობ წმინდა წყლის საგნობრივ დატვირთვაზე. შემოვიტანე და მოუძებნე შესაბამისი ლექტორები, დიდი თათბირები, დიდი გადმობირებების თხოვნით, ხესნამუდარი თორემ. დიდი ომი მოგიგია, ადგილ არ არის მარტივი დავთანხმებო სიტუაციაში. იმიტომ რომ ხამით უმეტეს სახელმწიფო უნივერსიტეტების ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ანაზღაურება, თუმცა აქვე მინდა ერთმანეთს გავუსვა ხაზზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საქართველოს საინჟინრო ტექნიკური აზრის მექა. რასაც ვერ ვიტყვი მაგალითად ილიაუნზე, რომელიც ასევე არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თუმცა თავის დროზე პუშკინის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი იყო საქართველოში პედაგოგიური კადრების სამჭედლო და სწორედ პედაგოგიური აზრის მექა. მაგრამ ნუ ხო გადააკეთეს მე ეს ნაცების დროს განსაკუთრებით მოიგეს და დღეს არსად არ არის რა თქმა უნდა პედაგოგიკის სპეციალობა არაფერი არ არის ილიაუნმა ნუ 1000 რაღაცები და აი ილიაუნის ხო სახელმწიფო უნივერსიტეტია ილიაუნის თქვათ ასისტენტ პროფესორის ხელფასი მაგალითად ორჯერ აღემატება ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის ხელფასს ეხლა ნუ ასეთი განუკითხაობა ნუ არ ვიცი ეხლა ძალიან დიდი განსხვავება ხო ძალიან დიდი განსხვავება შესაბამისად არის პროფესურა რომელსაც ინტერესიც არ აქვს, мотиваცია არ გააჩნია, მატერიალური და არამატერიალური мотиваცია არ გააჩნიათ, რომ შექმნა რაღაცა სიახლე. მე რა გავაკეთე? ჩემს პროგრამას, როცა სხვა შორის ბატონი ნოდარი იყო თავის დროს მის ხელმძღვანელობის გარდაცვალების მერე მე გადმოვიბარე ეს პროგრამა და ნუ შემოვიტანე უკვე ეს სიახლე რა შემოვიტანე. მედია ფილოსოფია, რომელიც საბჭოთა კავშირის პოსტსაბჭოთა სივრცეში უბრალოდ არ იკითხება არსად. გარდა მოსკოვის უნივერსიტეტისა და ლენინგრადის პეტერბურგის უნივერსიტეტისა. შემოვიტანე რატო? მედია ინტერნეტის ტიზაცია და ციფრიზაცია მედია იმ დონეზე შეცვალა და თვისობრივად შეცვალა, შიგნიდან შეცვალა, ისეთნაირად რომ მას ფილოსოფიური გადააზრება სჭირდება და ამას ვერაფრით ვერ წაიკითხავს მხოლოდ მედიალოგი. ნახეთ, ფილოსოფოსი მოუძებნე ასეთი ადამიანი და საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში პირველმა ჩემს პროგრამაში შემოვიტანე მედია ფილოსოფია. მეორე საგანი, რომელიც ასევე პირველს მაქვს შემოტანილი, ეს არის მედია ეკონომიკა. მედია გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივ ასკნის არანდროს არის ბიზნესისა და ეკონომიკის სექტორში, სადღაც მეხუთე, აი საუკეთესო ათეულის მიხედვით თუ განსაზღვრავთ, მეხუთე მეექვსე ადგილზე, რომელიც მდებარეობა უბრალოდ არ იცვლება. მუდმივად ამ ადგილზე უზარმაზარი ბიზნესია და ძალიან კარგად უნდა მისი გამოყენება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ინფორმაციული საზღვარი მსოფლიოში მოიშალა და შეიძლება ქართულში ნაწარმოები, საქართველოს სახელმწიფოში ნაწარმოებული მედია პროდუქცია გაყიდო ეთიოპიაში, გაყიდო იტალიაში, იაპონიაში, არგენტინაში, ამერიკა, სადაც გაგიხარდება იქ. და მე ამის მიხედვით სრულად ახალი თეორია, გლობალური კონტენტის თეორია შემომაქვს და ამას ცოტა ხანში დაუბეჭდა ალბათ კიდეც, ოღონდ მინდა მაინც რომელიმე ეგრეთ წოდებულ პრესტიჟ ჰარვარდიან სადმე და წავიდეთ. ეს ახლა იმად ნუ ჩამომართვე, მაგრამ ნუ მაქვს ეგრეთ საუქმებს და მე მგონი კონტენტის მონეტიზაცია არც ერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება შემოვიტანე. ანუ რა, როგორ გაყიდო შენ, აი დაამთავრე ინტერვიუ ჩემთან, თქვა თან მე დავამთავრე თქვენთან იმისგან რა გამოდდება. აქ ცოტა ამერიკული გამოცდილებაც მომეხმარა და ეს გავაკეთე. საინფორმაციო მედია, რომელიც ასევე 2009 წლიდან ახალციხის უნივერსიტეტში დავიწყე პილოტირებული გავხადე საგანი და ისე შემოვიტანე და რათა იყო დიდი გამოხმაურება. საქართველოს ბოლო 22-23 წელია მუდმივად იმყოფება 35 წელი მუდმივად ჯერ კიდე ბატონი ზვიადის დროს მუდმივად იმყოფება განუწყვეტელი პერმანენტული საინფორმაციო ომის პირობებში და მუდმივად გვიწევს მოგერიება. ვინ იგერიებს და ვინ აწარმოებს საინფორმაციო ომს? მედია, ჟურნალისტიკა. ჩვენ ვის ხელში ვართ? ჩვენი მედია ვის ხელშია? გინდათ ერთ მხარეზე, გინდათ მეორე მხარეს ავიღოთ რა. ბითური არაპროფესიონალები ხარბები და ჯერ კიდე პოლიცერმა დაგვიტოვა. ნუ ილიაზე რო არაფერი თქვა, განდერძი რომ ხარე არ უნდა იყოს ჟურნალისტი. სინდის. ხარე არ უნდა იყოს სინდისი და ჭეშმარიტება, სიმართლე, ღმერთო ჩემო. შეიძლება შეცდე. ხარე თუ ის აღარ არის ჟურნალისტიკა.